როცა საქართველოს ბუნებით ტკბები, პირველი ინსტინქტი ალბათ რაც გერთვება და ხედავთ იმედია, ეგ არის დაცვის სურვილი, რომ დაიცვა ყველა უბედურებისგან და ასე შემდეგ, ეს რო რამე არის კიკეთი და რას წარმოვიდგენდი, რომ კიკეთში ვნახავდი ინდუსებს, მაგრამ ვნახე და ჩემი აზრით ეგ არის რაღაცა პირი აქვთ შეკრული, რომ კარგად შეისწავლონ მთლიანი საქართველო და მერე ერთიანად მოშხამონ და მოწამლონ. მხოლოდ თბილისი აღარ. და ზოგადად ისიც შეიცვალა რა, როგორ ვხედავთ სიბინძურესაც კი. ადრე მაგალითად მიდიხარ ქუჩაში და შეგხვდა ძაღლის განავალი. ხო? ანუ უბრალოდ განავალი. შენ ხვდები ეგრევე რომ აქ იყო ძაღლი. დღეს აი ეგ ძაღლი რო იყო აღარ არის გარანტირებული. რო წააწყდები, უნდა ჯერ მოიხედო სკუტერი ხო არ არის. ანამე ისეთი სუნები ხო არ არის საინტერესო. რო დარწმუნდე რომ ეგ მართლა ძაღლის არის, მაგრამ ეგ გარანტირებული არ არის, იმიტომ რომ იმდენი ინდუსი არის და თან ეგენი, როგორ თქვა, ყველა ჭირი მოიშინაურეს. ზანგებს აფრიკაში ხო ყავთ მოსკიტოები. ინდუსებს ყავთ ყველაფერი და მათ არაფერი არ კლავს. და როცა კვდებიან, მე რეინკარნაციაც არის, ანუ მორჩა რა, უბრალოდ შანსი არ არის, მოკლედ მეგობრებო, მაქსიმუმ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის არის, რომ საზღვრები ჩავკეტოთ, ვაკონტროლოთ უკეთესად. დავკვირდით მეგობრებო ქართულ ბუნებას. პატარა ტური თუ შეიძლება. ოპ, აქეთ მარცხნივ წამოიღე. ეს არის კიკეთი, იქითაც. დავკვირდით მეგობრებო, როგორი დალოცვილები ვართ. და საკმარისია, ბუნების შვილი ახლა კადრში. როგორი დალოცვილები ვართ ქართველები რა. და უბრალოდ აი ეს ფაქტი რა, რომ რელიგიური ცხვანიტყანია ხალხი, სემიტებზე არის საუბარი, თავიანთ უნაყოფო ნაცრისფერ კურკლ მიწაზე, ანუ სისხლს ღვრიან რა აღარ და ჩვენ ქართველები ბუნებას უფრო ვერ იყებით, გადავდივართ ქალაქში, რაც არის პარაზიტების სივრცე და ზოოპარკი რეალურად. და აქ რა თქმა უნდა რეალ იმ პარაზიტებზე არ მაქვს რა საუბარი, რაც წარმოგიდგენიათ, არამედ უფრო დიდ ჰომინიდზე. და მოკლედ რა, გამოვიყენოთ აი ეს ბუნება, გადავიდეთ აი აქ ვიცხოვროთ, ქალაქში შვილის გაზრდა, ოჯახის ყოლა, ფიქრის სულიერებაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, ეგ არის ზღაპრები. მართლა, გამოვიყენოთ, აქ არის ყველაფერი, შეხედეთ, ერთწამით წაიღე იქით, შეხედეთ სულიერება, რელიგია, ფილოსოფია, რაც გინდათ, ყველაფერი არის აქ. და ეს მხოლოდ კიკეთი. კაი, აქეთ ბუნების შვილი კვლავ და რაღაცნაირად მიდი კადრი. მადლობა.